მეგობრებო, ასეთი რამ, რასაც ახლა გაჩვენებთ, ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე, პირველად შემხვდა და მე თვითონ გაუგნებული ვიყავი, როდესაც ეს წინადადება წავიკითხე მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დასკვნაში. ეს დასკვნა გამომიგზავნა პაციენტმა ონლაინ და როდესაც წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ პაციენტი იყო ჭარბწონიანი. ვკითხულობთ ასეთ წინადადებას. მალების სიმაღლე და ფორმა ნორმის ფარგლებშია, სტრუქტურა არაჰომოგენური და შემდეგ ცხიმიანი ინფილტრაციის გამო. პირველად ვნახე ამდენი წლის პრაქტიკის მანძილზე, გაცხიმოვნებული ხერხემალი. მაშინვე მივხვდი, რომ პაციენტს ჰქონდა ჭარბი წონა და გარდა იმისა, რომ ჭარბი წონა აქვს, აბსოლუტურად უმოძრაო ცხოვრების წესი აქვს სავარაუდოდ, ჭამს, ზის ან წევს. სხვათა შორის ეს ძალიან რთულად მოგვარებადი პრობლემაა და პაციენტი კითხულობს, რომ თუ მომიგვარებთ ამ პრობლემას, თუ ამილაგდებათ კივილები, მაგრამ უარი უთხარ, იმიტომ რომ თუ არ დაიკლებს წონაში, არ მოაგვარებს კვების რეჟიმს და კიდევ ბევრ რაღაცას, სამწუხაროდ ექიმები არ აქვთ ჩადუქრები. მეგობრებო, დროულად გამოიკლიეთ ხერხემალი, მიაქციეთ ყურადღება კვებას, გქონდეთ გარკვეული მცირე ფიზიკური აქტივობა მაინც დღის განმავლობაში, რათა ერთ დღეს არ აღმოაჩინოთ, რომ ხერხემალში გაქვთ გაცხიმოვნება.